ახალი წელი ჩემთვის ძალიან ძვირფასი დღესასწაულია, ყოველთვის აი პატარა ბავშვებით მიხარია, ძალიან მიყვარს ნაძვის აწყობაც ყველაფერი, მაგრამ ამაში ძალიან გვიწყობს ხელს ჩემი და რომელიც ამჟამად ცხოვრობს ამერიკაში, ნიუ-იორკში. ყველაფერს გვიგზავნის თითოეულ დეტალს, ყველაფერი რაც ამ სახლშია, თუნდაც საახალწლო განათებებიდან დაწყებული სუვენირები, საახალწლო ბალიშებიც კი. და ვიცი ყველაფერი აი ეს ირმები, ეს წიწვები, ყველაფერი აბსოლუტურად არის იქიდან გამოგზავნილი. თვითონაც ძალიან უყვარს ეს სილამაზე, ძალიან დაინტერესებულია ყოველთვის. აი ყველა წვრილმანს აქცევს ყურადღებას და უნდა რომ ჩვენს გაგვახალისოს და ყოველთვის ესეთი ბედნიერები ვხვდებით ხოლმე ახალ წელს. ძალიან დიდი შემართებით და გვიხარია და მოგწონს ეს ყველაფერი. როდიდან იწყებ ხოლმე აი ამ პროცესს? მაქსიმალურად ადრე ვიწყებთ ხოლმე, რომ დიდხანს გასტანოს ხოლმე ჩვენთან საახალწლო განწყობამ და ეს ახლა 2 კვირა უკვე რაც მოვაწყო, მე მოვაწყო ჩემი ხელით, მყოფს რა ყველაფერი ხელს, ეს რომ მოყვება ხელში ეს ნივთები, ყველაფერი აქსესუარები, სილამაზეც იქიდან მოდის მერე და ძალიან დიდ სიამოვნებას მანჯებს. შემიძლია ახლა ეს დავშალო და ხელ მეორე დავაწყო, აღონ ცოტა შევცვალო დიზაინი. ძალიან მომწონს ეს პროცესი. ანუ პატარა ბავშვი თუ არა, ადრე იმდენად არ ვაქცევდი ყურადღებას და ეხლა ძალიან მიყვარს, ძალიან. აი, შემიძლია ყოველ დღეს ხვებსაც მოვუხტო, თქვათ. შეიძლება ჩემი გემოვნება სხვას არ მოწოდეს, მაგრამ ნუ მე გულით შემიძლია რომ მიყვარს რა, ძალიან სიამოვნებას მანიჭებს. წელს ეს ნაძვის ხე უკვე განვაახლეთ, ახალი გვაქვს, ძველიც საუკეთესო ნაძვის ხე იყო და ჩემ მამიდაშვილს მის პატარა შვილიშვილები ყავს და იმას გაუხალისეთ ეს ახალი წელი და ვაჩუქეთ მას სიამოვნებით. და ადრე ვცხოვრობდით კვალეთის დასახლებაში, იქაც მქონდა კარგი მორთული ნაძვით თავის აივნებით, მაგრამ ეხლა უფრო გაუმჯობესებული ვარიანტები გვაქვს. ეხლა ეს ბოლო 3 წელია უფრო და უფრო ანუ წინ მივიწევთ. ეს მინდა რომ თქვა, რომ წინ მივიწევთ და უფრო და უფრო ვაუმჯობესებთ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ყველა დღესასწაულს მისი დეკორაცია და მასზე მორგებული აქსესუარებით გავალამაზოთ ჩვენი სახლი და ესევე აღდგომის დღესასწაულსაც შესაბამისად რაც შეეფერება აღდგომას ის აქსესუარები გვაქვს და ისე ვალამაზებთ ხოლმე. წელს ისევე როგორც ყველა წელს ჩვენ ოჯახი ერთად ხვდებით ხოლმე ახალ წელს დედასთან აქ ამ სახლში და მე მინდა რომ მთელ საქართველოს მოსახლეობას ყველას მიულოცოთ ამდენი შობა ახალი წელი, ვუსურვო მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება, მშვიდობა და ჯანმრთელობა. ყველაფერი საუკეთესო მათ, მთელ საქართველოს, ქართულ მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს.